ისტორიაში არასდროს ყოფილა უფრო ცუდი დრო რუსი ჯარისკაცისთვის. ეს მხოლოდ იმიტომ არ არის, რომ ყოველ თვე 10,000-ობით მათგანი იღუპება და იღებს ჭრილობებს. და ეს მხოლოდ იმიტომაც არ არის, რომ მათ მეთაურები, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე ეპრობიან. უშვებენ თვითმკვლელურ შეტევებზე სათანადო მომზადების, სანდო აღჭურვილობის, ან რაიმე ჯავშნის გარეშე, რომ დაიცვან თავი. ეს იმიტომაცაა, რომ მათი ცხოვრების ყოველი წამი ცხადში განცდილი კოშმარია. ეს არის კოშმარი, სადაც შიში და სიკვდილი ყოველ კუთხეში ელოდებათ, სადაც ფარული საფრთხეები წამებში ასრულებს სიცოცხლეს და სადაც ჯარისკაცების საკუთარი მოკავშირეებიც აიცა და მეთაურებიც კი შეიძლება მათ წინააღმდეგ შემოbrunდნენ, აწამონ ან მოკლან კიდეც ისინი, ვინც გაბედავს ერთ ბრძანებასაც კი არ დაემოჩილოს. ასეთი უამრავი საფრთხის წინაშე ამ ჯარისკაცებიდან ბევრი თავს ბედნიერად თვრის, თუ დღის ბოლოს მაინც ცოცხალი და უვნებელი რჩება. ისევე როგორც მათი უკრაინელი თანამებრძოლები, ათასობით მათგანი ოცნებობს იმ დრეზე, როცა ომი დასრულდება და ისინი შეძლებენ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, რომ კიდევ ერთხელ ნახონ მეგობრები და ოჯახები. მაგრამ ისინი იციან, რომ ყოველი წუთი, რომელსაც წინა ხაზზე ატარებენ, სავსეა საფრთხით, რადგან დღის დრონები, артиლერია და შეტევის ჯგუფები არასდროს არიან შოს. თითქმის გარდაუვალ სიკვდილსა და კიდევ ერთი დღის სიცოცხლის შანსს შორის არჩევანის წინაშე, სულ უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი იღებს გაბედულ გადაწყვეტილებას, რომ გაიქცეს წინა ხაზიდან. მიხაილ რადიანოვი ერთ-ერთი მათგანი იყო. United 24 Media-სთან ინტერვიუში რადიანოვი აღიარებს, რომ რუსულ არმიაში იმისთვის შევიდა, რომ ციხის სასჯელი აეცილებინა. ეს უცნობი ისტორია არ არის. ბევრი რუსი მამაკაცი, რომელიც ღარიბი ან პრობლემური წარსულის მქონეა, საკუთარ ქვეყანაში წვრილმანი დანაშაულის ჩადენამდე მიდის და ომის დაწყების შემდეგ დაპატიმრებულებს ხშირად აძლევენ არჩევანს. ან გაატარონ დრო ციხეში, ან ხელი მოაწერონ კონტრაქტს და იბრძოლონ უკრაინაში. რადიანოვი, როგორც ბევრი სხვა მის წინაშე, მეორე ვარიანტმა დააინტერესა. მას სამხედრო კონტრაქტი შესთავაზეს და დაფირდნენ, რომ წინა ხაზზე გაგზავნის ნაცვლად, ლად ზურგში იმსახურებდა და თხრილებს გათხრიდა, რის შემდეგაც ხელი მოაწერა კონტრაქტს. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მოატყუეს. ის ფიქრობდა, რომ უსაფრთხოდ იქნებოდა შორს ფრონტის ცეცხლი და დღეებს ფიზიკურ შრომაში გაატარებდა, რაც შეიძლება დამღლელი ყოფილიყო, მაგრამ მაინც არ მოითხოვდა სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენებას. თავდაპირველად ასე დაიწყო ყველაფერი. რუდიანოვს მართლაც დაავალეს თხილების და გამაგრებების გათხრა, მაგრამ მალე თავი იმაზე ბევრად უფრო საშიშ დავალებებში ამოხო, როგორიც იყო დაჭრილი ჯარისკაცების ევაკუაცია, ან წინა პოზიციებიდან გარდაცვლილი სხეულების გამოყვანა. მან წელიწადნახევარი გაატარა ამ საქმეში, სანამ ბევრად უფრო შემზარავი შეტყობინება არ მიიღო. შენ შეტევაზე მიდიხარ. ეს ის არ იყო, რაზეც რუდიანოვმა ხელი მოაწერა, მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. მან და მისმა პარტნიორმა გაიარეს ის, რასაც რუდიანოვი აბსურდულ ცურთნებს უწოდებს. მათ სასწრაფოდ აჩვენეს, როგორ დამოეკენებინათ ელექტროსკუტერები და სამოქალაქო ნავიგაციის აპები თავდასხმის დასაგეგმად. შემდეგ მათ აჩვენეს უბრალო ფოტო დანგრეული შენობის, რომელიც მდებარეობდა უკრაინის სოფელ პეტროპავლიუკასთან, ხარკოვის რეგიონის ქალაქ კუპიანსკთან ახლოს და უბრძანეს მიეღწიათ იმ შენობამდე და დაეცვათ იგი. რუდიანოვს ეს ტერიტორია კარგად იცნობდა. მან იქ დრო გაატარა, რათა გამოეყვანა თავისი დაღუპული თანამებრძოლები, ყოფილი შეტევითი ჯგუფის წევრები, რომლებმაც ძლივს მოახერხეს 1 კილომეტრის წინ წასვლა, სანამ მოკლავდნენ. შენობა, რომელსაც რუდიანოვი და მისი პარტნიორი მიემართებოდნენ, მათგან დაახლოებით 7 კილომეტრში, ანუ 4,5 მილის მანძილზე იყო. დიდხანს არ დასჭიროებიათ აშკარა დასკვნის გამოსატანად. არანაირი შანსი არ ჰქონდათ იმ შენობამდე მისვლის. მით უმეტეს, მის დაცვაზე საუბარი ზედმეტი იყო. ეს თვითმკვლელობის მისია იყო. რუდიანოვი, როგორც მისამდე უამრავი სხვა რუსუსი მამაკაცი, თავის დაღუპვაზე აგზავნეს. მსგავსი ამბავია ფრონტის ხაზის ასეულით მილის გასწვრივ. ხელახლა და ხელახლა რუსეთის მეთაურები ჯიუტად აგრძელებენ სრულიად არამდგრად ხორცსაკებ სტრატეგიას. ასეულობით და ათასობით კაცს აგდებენ გამაგრებულ უკრაინულ პოზიციებზე. იციან, რომ თითქმის ყველა ან დაიჭრება, ან მოკვდება. ეს ყველაფერი სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ კიდევ რამდენიმე უმნიშვნელო მიწის ნაგლეჯი ჩაიგდონ ხელში. ასევე რომ იმავე მეთაურებმა თავიანთ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეატყობინონ თითქოს ომი კარგად მიდის. მაგრამ რადიანოვი არ სურდა, რომ უბრალოდ კიდევ ერთი სტატისტიკა გამხდარიყო, კიდევ ერთი სახთი სახელი რუსი დაღუპულების სულ უფრო გრძელ სიაში. მან და მისმა პარტნიორმა გადაწყვიტეს საკუთარი ბედის საკუთარ ხელში აეღოთ და გაქცეულიყნენ. ისინი თითქმის მიაღწიეს მიზანს, მაგრამ როგორც რადიანოვი ამბობს, ჩეჩენთა ჯგუფმა ისინი რუსეთთან საზღვრიდან სულ რაღაც 12 კილომეტრში, ანუ 7,5 მილში დააგავა. მოგწხეს და შემდეგ სამხედრო პოლიციას გადაგწეს. სარდაფში გვამყოფებდნენ და კიდევ რამდენჯერმე ბცემეს. კამით მოვიდა ვიღაც, რომელსაც კოდური სახელი ვოლჩარა ჰქონდა და მე ლუგანსკის ოლქში ვისოკეს შტაბში განგზავნა. იქ მკითხეს, შეტევაზე წახვალ? აუხსენი, რომ მე შინოდა და ჯანმრთელობაც ძალიან ცუდად ჰქონდა. შემდეგ განგზავნეს კაცთან, რომელსაც კოდური სახელი ჩალაბა ჰქონდა და უბრძანეს, რომ ჩემთან პრევენციული საუბარი ჩაეტარებინა. იმ პრევენციული საუბრის დროს რუდიანოვი 2 საათის განმავლობაში შეკრული ხავდათ და ელექტროშოკით აწამებდნენ, სანამ ბოლოს არ დანებდა და შეტევაზე წასვლას არ დათანხმდა, მაგრამ მისი კოშმარი ამით არ დასრულებულა. საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სხვა რუსმა ჯარისკაცებმა გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდა თანამებრძოლისთვის ფული გამოეძალათ.
მათ მიხვდნენ, რომ რუდიანოვს საბანკო ბარათზე საკმაოდ დიდი თანხა უნდა ქონოდა დაგროვი, რადგან ამდენი ხანი სამხედრო სამსახურში გაატარა და ფულის დახარჯვის შესაძლებლობა არ ქონია. ამიტომ სთხოვეს, რომ მათთვის მოტოციკლი ეყიდა. შეშინებულმა თუ რა მოხდებოდა უარის შემთხვევაში, რუდიანოვმა დათანხმდა. შემდეგ ჯარისკაცებმა კიდევ უფრო მეტი მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ამინდი იცვლებოდა და ახლა უკვე კვადროციკლი სჭირდებოდათ. კვლავაც რუდიანოვმა დათანხმდა. ის მიაცილეს ბანკომატთან, სადაც ფიქრობდა, რომ ფულს გამოიტანდა და იმ კაცებს გადასცემდა. მაგრამ საკონტროლო პუნქტზე მათ მოსთხოვეს, რომ თავისი პინ-კოდი გაემხილა და როცა უარი თქვა, კიდევ ერთი მძიმე სიურპრიზი ელოდა. ის მაშინვე უკან შილაბას წამების ოთახში დააბრუნეს. იქ ის ისევ სცემეს, ხელფეხი შეუქრეს და კიდევ 2 საათის განმავლობაში ელექტროშოკით აწამებდნენ. მაგრამ პირველისგან განსხვავებით, ამჯერად მას არც დაკითხეს და არც ტანჯვის დასრულების რაიმე არჩევანი მისცეს. ის უბრალოდ ისევ და ისევ თქენდნენ. ერთ მომენტში კი მაკრატლით ლოყა გაუხრიდეს. მხოლოდ ამის შემდეგ სთხოვა შილაბამ მას პინ-კოდი. დამატებით ტკივილს ვეღარ გაუძლო და მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ ქონდა. რუდიანოვმა დათმო. ამის შემდეგ ცოტა ხანში უბძანეს მომდევნო თავდასხმისთვის მომზადებულიყო. მას არ მისცეს ინფორმაცია, სად მიყავდათ, ან რომელ ნაწილში იყო დანიშნული, მაგრამ ეს ყველაფერი მნიშვნელობას კარგავდა. რუდიანოვმა იცოდა, რომ ნებისმიერი წინა ხაზზე შეტევა მნიშვნელობა არ ქონდა, სად იქნებოდა ან ვისთან ერთად. მხოლოდ სასიკვდილო განაჩენი იყო. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე სცადა გაქცევა და შედეგებიც მიიღო, მან გადაწყვიტა კიდევ ერთხელ ეცადა გაქცევა. მან ზუნგ-ჩანთაში თხვია წამლისა და იარაღის ნაცვლად წყალი და რამდენიმე ქილა საკვები ჩააწვა და სიცოცხლის გადასარჩენად გაიქცა. სამწუხაროდ ის ისევ დააკავეს. ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინის ლუგანსკის რეგიონის არაპიუკას დასახლების მახლობლად. ის მაშინვე სხვა დასახლებაში გადაიყვანეს, სადაც კიდევ ერთხელ ელექტროშოკით აწამეს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ უთხრა იქ მყოფ ჯარისკაცებს, რომელი ნაწილიდან სცადა გაქცევა. ამის შემდეგ რუდიანოვისთვის შემზარავი იყო, როცა აღმოაჩინა, რომ მესამედ აღმოჩნდა პირისპირ თავის წამებელთან. რუსეთის სამხედრო პოლიციამ გადაწყვიტა ისევ ჩალაბასთან დაებრუნებინა იგი, რომელმაც კიდევ ერთხელ დააბადა აწამა. შემდეგ უბრალოდ დამაბეს და გარეთ მიწაზე დამაგდეს. ჩილაბა დროდადრო გამოდიოდა, ეწეოდა და სიგარეტის ნამწავებს მესროდა. მან მითხრა, რომ თუ ოდნავ მაინც გავინძრეოდი, ცემას გააგრძელებდნენ. ერთ მომენტში ვიღაც პოლკოვნიკი მოვიდა, რომლის კოდური სახელი მატროსი იყო. გადამაბიჯა და იკითხა, ეს აქ რა არისო? შემდეგ ჩალაბას ოთახში შევიდა. ისინი ესაუბრნენ. პოლკოვნიკი ისევ გამოვიდა. კიდევ ერთხელ გადამაბიჯა და უბრალოდ წავიდა. მეორე დღეს რუდიანოვი წაიყვანეს ერთ ნაწილში. უფრო ზუსტად კი პირველ გვარდიის სატანკო პოლკში, სადაც შეტევის წვრთნები უნდა გაევლო. მან 2 დღე გაატარა იმის სწავლაში, თუ როგორ მიახლოებოდა უკრაინულ გამაგრებულ პოზიციებს და ანტიტანკური ნაღმები შიგნით შეეგდო. ამის შემდეგ ის ახალ ჯგუფში ჩარიცხეს და კიდევ ერთ შეტევაზე გაგზავნეს. ამჯერად კი მკაფიოდ უთხრეს, თუ კიდევ ერთხელ გაქცევა შეეცდები, დაგხვიდავენ. მიუხედავად ამისა, გადარჩენისა და მომავლის იმედით, რუდიანოვმა გაბედულად დაგეგმა მესამე და საბოლოო გაქცევის მცდელობა. შეტევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე მან ტუალეტში გასვლა ითხოვა, მაგრამ ამის ნაცვლად უკრაინული პოზიციებისკენ გაიქცა, სადაც დანებდა და თვე დაიყვანეს. შეიძლება თვეა, მაგრამ მაინც ცოცხალია, რაც ბევრ სხვაზე ვერ ითქმის. სწრაფი შენიშვნა, თქვენ უყურებთ The Military Shows და თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერა, ეხლა საუკეთესო დროა ამისთვის. ომის საშინელებები საკუთარი თვალით ნახა და გადაიტანა რუდიანოვმა და მას აქვს გზავნილი ყველა თანამემამულესთვის, ვინც იფიქრებს იარაღის აღებაზე და ბრძოლაში ჩართვაზე. ყველა რუს ჯარისკაცს ამას ვეუბნები. არმიას ნუ დაუჯერებთ. ცოცხლად დაბრუნება თითქმის შეუძლებელია. ომში არ წახვიდეთ რუსებო. ნუ შეიჭრებით სხვა ხალხის ქვეყნებში. ეს ჩვენი მიწა არ არის. დარჩით სახლში, იმუშავეთ ქარხნებში. თუნდაც ციხის სასჯელი გემუქრებოდეთ. მოიხადეთ თქვენი დრო, დამიჯერეთ. 10 წელი გისოსებს მიღმა ჯარს ჯობს. იქ ადამიანურად არ გექცევიან. ფულსაც ვერ ნახავთ. უბრალოდ წაგართმევენ. გამოიყენეთ გონება. ომში არ წახვიდეთ. ომი სიკვდილია. იმედი მაქვს, რომ ზოგიერთი რუსი, ვინც ჯერ კი კიდევ ყოფმანობს ამ დამანგრეველ კამპანიაში ჩაწერასა და მონაწილეობაზე, მოისმენს და გაითვალისწინებს ამ საბედისწერო გაფრთხილებას. სხვაებისთვის კი უკვე ძალიან გვიანია. უთვალავი სხვადასხვა ასაკის მამაკაცებმა ან მოხალისეობრივად გადაწყვიტეს უკრაინაში ბრძოლა, ან იგრძნეს, რომ სხვა გზა არ ქონდათ, რადგან ეს ერთადერთ საშუალებად მიიჩნიეს ღირსეული ხელფასის მისაღებად, ოჯახის უზრუნველსაყოფად, ან ციხეში ჩასმისა თუ დეპორტაციისგან თავის დასაღწევად. ბევრი მედიის მიერ მოტყუდა, ან რეკრუტერების ტყუილებს დაუჯერა. ისინი ფიქრობდნენ, რომ 6-დან 12 თვემდე შედარებით უსაფრთხო ადგილას იმსახურებდნენ. შემდეგ კი სახლში დაბრუნდებოდნენ და მიიღებდნენ ჩაწერის ბონუსსა და გამომუშავებულ ხელფასს. ბევრს სჯეროდა, რომ ომი მალე დასრულდებოდა, ან რომ რუსეთი უპირატესობას ფლობდა, ადვილად გადალახავდა უკრაინის თავდაცვას და დიდ წარმატებებს მიაღწევდა. შემდეგ ისინი ფრონტის ხაზზე მივიდნენ. მათ ამ ომის მძიმე რეალობა იხილეს.
მათ გააცნობიერეს, რამდენად მცირე შანსი ჰქონდათ ცოცხლად გადარჩენისა. ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ მათზე მაღლა მდგომები ადამიანებად არ აღიქვამდნენ, არამედ როგორც ერთჯერად ხორცის ნაჭრებს, რომლებიც უაზრო და თვითმკვლელ თავდასხმებში ცეცხლის ხაზში აგდებდნენ. ამ ჯარისკაცების უმეტესობას გონია, რომ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ შუმად და სევდიანად შეეგუონ საკუთარ ბედს, შეასრულონ უფროსების ბრძანებები და პირდაპირ სიკვდილს შეეგებონ, მხოლოდ იმ ბუნდოვანი იმედით, რომ შეიძლება ისეთი დაჭრა მიიღონ, რომელიც სახლში დაბრუნების საშუალებას მისცემთ. ზოგიერთი თუმცა რუდიანოვის მსგავსად იქცევა და იღებს მამაც, მაგრამ სახიფათო გადაწყვეტილებას არ დაემორჩილოს ბრძანებებს ან გაბედოს და საკუთარი ნაწილი დატოვოს. ზოგიერთს გამოსდის. თუმცა ისინი ვინც დაიჭირეს, შეიძლება საშინელი სასჯელების მსხვერპლი გახდნენ თავიანთი ქმედებების გამო. მართლა მრავალი მედია საშუალება, მათ შორის Daily Mail, ავრცელებს ცნობებს, რომ რუსი მეთაურები სცემენ, აკენებენ შეურაცხყოფას, შიმშილით ტანჯავენ და სხვანაირადაც ავიწროებენ საკუთარ ჯარისკაცებს. ზოგჯერ კი კლავენ კიდეც მათ, ვინც ზუსტად არ ასრულებს ბრძანებებს. რუსულენოვანი Telegram არხის Trick Question-ის მიერ მოწოდებული მტკიცებულებები მოიცავს ანონიმურ ვიდეოებს რუსეთის 132 და 60 ბრიგადების, ასევე სხვა დანაყოფების ჯარისკაცებისგან. ეს ვიდეოები აჩვენებს, რა საშინელ და სადისტურ ზომებს მიმართავენ ზოგიერთი რუსი ოფიცერი, რათა ჯარისკაცები დაემორჩილონ. ერთ-ერთ ვიდეოში მაგალითად ნაჩვენებია ორი ნახევრად შიშველი კაცი, რომლებიც ხეზე ყავთ მიბმული და უბრძანებენ, რომ ძაღლივით იღებონ. ძაღლებივით, როცა მათი მეთაური დასცინის და მათზე შარდავს კიდეც, ამაყად აცხადებს. ესენი ჩვენი ძაღლები არიან, რომლებიც ჩვენგან გაიქცნენ, მაგრამ დავიჯერეთ. სხვა ვიდეოში ნაჩვენებია ჯარისკაცი, რომელიც პატარა ყუთში ჰყავთ გამომტყდეული, ისე რომ მხოლოდ თავი უჩანს, ხოლო მეთაური საჭმლით დასცინის და ეუბნება: "შიერი ხარ, იქ მოკვდები ხომ იცი?" პირველი ჯარისკაცი ასევე ამბობს, რომ მათ ელექტროშოკს აკენებდნენ, ან ძალით უკეთებდნენ ტატუებს, იმის გამო რომ ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ, ან გაქცევას ცდილობდნენ. ხშირად მათ უარს ეუბნებიან ელემენტარულ საჭიროებებზე, როგორიცაა საკვები და ცხალი, რის გამოც იძულებულნი არიან უკიდურეს ზომებს მიმართონ. მაგალითად, ტალახიანი გუბეებიდან სვამენ ან გვამებს წარწვავენ, რომ სადმე საკვების ნარჩენები იპოვონ. და სასჯელები მხოლოდ მათთვის არ არის განკუთვნილი, ვინც შეტევაზე წასვლაზე უარს ამბობს, ან გაქცევას ცდილობს. ზოგჯერ ყველაზე უბრალო რამეც კი, მაგალითად სმარტფონის ფლობა. საკმარისია, რომ ჯარისკაცს სიკვდილის განაჩენი გამოუტანონ. ისინი, ვინც არმიასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს ამბობს, ხშირად თვითმკვლელურ შეტევებზე აწერენ ხელს, რაც ფაქტობრივად ანადგურებს იმ მცირე იმედსაც კი, რომ ოდესმე სახლში დაბრუნდებიან. ხშირად იმისთვის, რომ მათ გადარჩენის არანაირი შანსი არ ქონდეთ, ამ ჯარისკაცებს უბრძანებენ, რომ უკრაინულ პოზიციებზე დაიძრან მძიმე დაჭრილობის დროს ან იარაღის გარეშე, რათა თავი ვერ დაიცვან. გამოძალვაც ხშირია. მეთაურები რეგულარულად აძალებენ მათ დაქვემდებარებულ ჯარისკაცებს, რომ მათ ბანკის ბარათები გადასცენ ან ფული გადარიცხონ მეთაურის ანგარიშზე, ხოლო ვინც უარს ამბობს, აწამებენ ან კლავენ. ერთმა ყოფილმა არმიის მედიკოსმა, რომელსაც BBC ესაუბრა, საკუთარი გამოცდილება გააზიარა და თქვა: "მე ვნახე 20 კაცის ცხედარი, რომლებიც ვიცნობდი. ორმოში ეგდო მას შემდეგ, რაც მათ საკუთარი ოფიცრების მიერ დახვრიტეს, მას შემდეგ, რაც ფული წაართვეს." მახსოვს ერთ-ერთი ხვილოდა. არ მესროლო, ყველაფერს გავაკეთებ, მაგრამ მაინც მოკლა. არ არის პრობლემა, რომ ვინმე ჩამოწერო. უბრალოდ ანგარიშს იგონებ. და სისასტიკე ამით არ მთავრდება. არსებობს ცნობები და ვიდეო მტკიცებულებები, სადაც რუსი ჯარისკაცები ერთმანეთს ძაღლებივით აპირისპირებენ. ერთ ვიდეოში მაგალითად ორი შიშველტანიანი კაცი ორმოში კრიან, სანამ მეთაური მათ აცნობებს. აი რა ხდება, ვინც პირველმა მოკლავს მეორეს, მას შეუძლია ორმოდან გასვლა. შემდეგი ბრძოლა ძლივს რამდენიმე წუთს გაგრძელდა, სადაც უფროსმა ჯარისკაცმა თავისი თანამემამულე გაგუდა. ეს შემთხვევები არც ერთჯერადია და არც იშვიათობა. ისინი გასაოცრად ხშირია რუსეთის სამხედრო ძალებში. ექსპერტი ანალიტიკოსი კირკ ჯაილსი კი აცხადებს, რომ ეს სისტემური პრობლემაა. რუსეთის არმია ასახავს იმ საზოგადოებას, საიდანაც ის მოდის, და ეს არის საზოგადოება, სადაც ძალადობა, გამოძალვა და კორუფცია გავრცელებულია. არ უნდა გაგვიკვირდეს, როდესაც ეს ქცევები გრძელდება და ვლინდება. იქნება ეს რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილი ხალხის მიმართ, თუ საკუთარი ხალხის მიმართ. რადგან რუსეთის შიგნით სოციალური სტრუქტურა ყოველთვის ისე იყო აგებული, რომ ვისაც კი ოდნავ მაინც აქვს ძალაუფლება, მაქსიმალურად იყენებს მას საკუთარი სარგებლისთვის. და ასე მხოლოდ რუსები არ იტანჯებიან. კრემლმა ასევე მიზნად დაისახა სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად აფრიკიდან და სამხრეთ აზიიდან ჩამოსული მიგრანტი მუშების მიზანში ამოღება, ათხოვებს, რომ სამხედრო კონტრაქტებს მოაწერონ ხელი და პირდაპირ ყველაზე საშიშ ადგილებში აგზავნის. იქ ხშირად იმის გაუგებრად, თუ როგორ ან რატომ გააგზავნეს ისინი ამ ადგილებში, ეს ადამიანები გამოიყენებიან საზარბაზნე ხორცად, მათი ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად, როგორც ჯაილსი განმარტავს. თუ შენი ერთადერთი მიზანი ტყვიების მისაღებად ყოფნაა, მნიშვნელობა არ აქვს, ყავარჯნებით დადიხარ თუ არა, უკვე დაჭრილი ხარ თუ არა, მაინც შეასრულებ შენს მიზანს. და თუნდაც ზოგიერთი ჯარისკაცი გადაურჩეს იმ საშინელ მოპყრობას, რომელსაც მათზე მათი მეთაურები ახორციელებენ, მათ მაინც უწევთ ბრძოლა მოწინააღმდეგეებთან, უკრაინის სამხედროებთან, რომლებიც განაგრძობენ სულ უფრო მოულოდნელი და გონიერი გზების მოფიქრებას მტრის გასანადგურებლად.
ბოლოდროინდელმა ანგარიშმა მაგალითად აჩვენა, რომ კიევის სასარგებლოდ მომუშავე ფარული ოპერატორები ათავსებდნენ პატარა ასაფეთქებელ მოწყობილობებს გათბობის ძირებში, რომლებიც შემდეგ იგზავნებოდა რუსულ სამხედრო ნაწილებში. თითოეულ ძირში იყო მოთავსებული 1.5 გრამამდე ასაფეთქებელი ნივთიერება და გავრცელებული ინფორმაციით 10,000-ობით ასეთი ძირი გაიგზავნა რუსი ჯარისკაცებისთვის. რუსებმა შეაჩერეს სატვირთო მანქანა, რომელიც დაახლოებით 500 ასეთ ძირს ატარებდა. ხოლო კრემლის სადაზვერვო სააგენტო FSB ამაღად აცხადებდა, რომ ტრის გეგმები ჩაშლილი იყო. თუმცა სინამდვილეში ეს სატვირთო მხოლოდ ერთ-ერთი იყო მრავალთაგან. უკრაინელი ოფიციალური პირების თქმით, 1000-ობით ასეთი ასაფეთქებელი ძირი მაინც მიაღწია დანიშნულების ადგილს და თავისი საქმე გააკეთა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა 2025 წლის თებერვალშიც, როდესაც რუსულ ნაწილებში გაგზავნილი FPV დრონების სათვალეების პარტია უკრაინელმა ოპერატორებმა დააზიანეს. სათვალეებში დამონტაჟებული იყო თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც აფეთქდებოდა მაშინ, როცა მტრის ჯარისკაცები მათ ატარებდნენ, რაც მყისიერად ასრულებდა მათ სიცოცხლეს. ასე რომ რუსი ჯარისკაცები არა მხოლოდ თვითმკვლელ მისიებსა და მეთაურების მხრიდან უგულებელ დამოკიდებულებას აწყდებიან, არამედ იმ აღჭურვილობასაც ვერ ენდობიან, რომელსაც თავდაცვისთვის აძლევენ. რადგან ყველაფერი ფეხსაცმელიდან სათვალემდე და თოფამდე შეიძლება ფარულად იყოს შეცვლილი და სასიკვდილო მახეთ ქცეული. მათი ცხოვრება სავსეა შიშით, საფრთხითა და ტანჯვით. სიკვდილი მათ ნებისმიერ დროს შეიძლება დაადგეს თავს, თანაც უამრავი საშინელი და გარდაუვალი გზით და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი სიცოცხლე დაიკარგება. უკრაინაც კარგავს და მომავალშიც დაკარგავს ჯარისკაცებს, მაგრამ მათ ყავთ მეთაურები, რომლებიც აფასებენ მათ სიცოცხლეს, სწორად აძლევენ იარაღს და პატივისცემით ეპყრობიან. კიევის სამხედრო ძალებიც მუდმივად ეძებენ ახალ გზებს დანაკარგების მინიმიზაციისთვის, იყენებენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სულ ახლახან ფრონტის ხაზზე ტერმინატორის სტილის ჰუმანოიდი რობოტებიც კი გამოიყენეს, რაზეც დეტალურად შეგიძლიათ გაიგოთ ამ ვიდეოში. სხვა მხრივ ნახეთ ეს ვიდეო, რომ უფრო ახლოდან გაეცნოთ იმ განსაცვიფრებელ დანაკარგებს, რაც რუსეთმა განიცადა და გაიგოთ, რატომ არის მისი არმია ერთმხრივ გზაზე სრული განადგურებისკენ. და ბოლოს, აუცილებლად გამოიწერეთ Military Show, რომ არ გამოტოვოთ მეტი ტაქტიკური ანალიზი, საინტერესო ინფორმაცია და სიახლეები.